მოგესალმებით ძვირფასტელი გამარჯობა. ერთი ამბავი მინდა გითხრათ, სოფლიო ჩემპიონატი იწყება ევროპის ჩემპიონატი ბოდიში მე პატია. ევროპის ჩემპიონატი იწყება, ჩვენები გამოდიან. ყურებადობა სხვა გადაცემებისა გარდა ფეხბურთისა იქნება ძალიან ნაკლები და ჩვენ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება. სოფლიო ევროპის ჩემპიონატის დროს ჩვენ ეთერში არ ვიქნებით. და დაბრუნდებით ჩვენ სათამაშოდ მივდივართ ევროპაში და დაბრუნდებით დუბლებში ივლისის ბოლოს 27-ში დაბრუნდებით და ვიქნებით მთელი აგვისტო, რადგან აგვისტო ისეც და ასეც ცხელი იქნება და აუცილებელია და მანამდე ბაჩოც არ იქნება ხო ჩვენთან მე მგონი ცოტა ხანი თუ არა ორშაბათს მიდის და უკვე ორშაბათს სად ჩვენს მერე მივდივარ ჩინეთში China here I come baby ორშაბათი და ჩვენ აღარ სად მიდიხარ ჩინეთში დრაგინდა შედუ გაიგაცხა კინოზე მიდის კინოზე ჩინეთში არა გამომატანოს ჩინეთის კონვერტით საიდუმლო რომელიც ისე არ იგზავრება ჩინეთის სანქციების ქვეშ არ ახარ მოხვედრილი ხო მე არანაირ სანქციების ქვეშ არ ვარ ხო, არა, ყველაზე მაგარი ხო, მე არ შევჩერდეთ თუ არა იმაზე, რომ ატყდა ამბავი, რომ მაგალითად პირადად მე შეუკვეთეს ჩემი დასანქცირება და გოგონაც კი მოვიდა, ხა მე არ მინდა ვიდეოს გაშვება, მაგრამ გოგონა მოვიდა ჩემთან აბსოლუტური სიგიჟით, რომ შენო დასანქცირებული ხარ და საიდან უნდა ვიცოდეო და საზღვარს რო გადახვალ, გაიქეო და არ წავსულ ვარ ჯერო. ნუ როგორ ფეხებზე მკიდია ეს სანქცია თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ თავისთავად ეს დამოკიდებულება, რომ აი როგორც კი შენ გიხსენებ რომ შენ სანქცირებული არ ახარ და რა თქმა უნდა მარტო ჩემთან კი არა ყველასთან მივიდა ბევრთან აი ამან შენ უნდა მოგვაროს როგორი ძწოლვა და შიში იცი ბიჭო მე ნათესაობი მირაკავდნენ და მართლა დაგასანქცირესო და რა ხდებაო და ესე მეთქი არა და არ ვიცი ეგ როგორ უნდა გავარკვიო მეთქი მაგრამ ეხლა ამერიკა რეალურად ჩემთვის კაცი ლაკა ხოშტარეს წყაროზე დაყნობით ჩვენ დასანქცირებულს მოკლედ მე სტუდენტობის პერიოდშიც ვთქვათ ევროპული იდეა და იდეოლოგია ევროპული სოციალური სახელმწიფოს იდეა უფრო ბევრად მევასებოდა თუმცა ეხლა ეგეც აღარ მომწონს მე ვერ ხვდები ბიუროკრატია და ტექნოკრატიულ მართლობად არის გადაქცეული ამერიკა არასოდეს არ იყო სასურველი ადგილი არც საცხოვრებლად არც ბიზნესად და არასდროს გული არ მიწევდა თუმცა რა თქმა უნდა ხა ამერიკულ კულტურას ყოველთვის აღიარებდი და რაც შეეხება ეს თემა რო გავშალოთ რა მე როგორ მგონია აი საქართველოს ვთქვათ მგონია რომ ისტორიული რაღაცა ფუნქცია ანდაც თუ გინდა მისია დავარქვათ არის აი ამ ორ დიდ ძალას შორის რომელიც ისტორიულად რომელიც უყავდა იმიტომ რომ გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს ესეთი არასოდეს არ უნდა იყოს მარტო რომელიმესთან დარჩენილი მან სულ უნდა ისე დაალაგოს ეგრეთ წოდებული არ ვიტყვი სახელმწიფო ძალიან მომწონს ლერწმის სტრატეგია ქვია რა კი რომელიც წვება მე მახსოვს ნანა დევდარიანის ციგნი იყო ეგეთი და წაკითხული მაქვს ნანა დევდარიანი ჭკვიანი ქალი ხო რა და ეგრე ერქვა დავამატე ძალიან ნანა დევდარიანის ბურჯანაძის არა ბურჯანაძის ციგნი გაქვს აქ არა ნანა დევდარიანის ბურჯანაძე არ დაწერდა ლერწმის შედარებას არა ხო პოეტურია ძალიან ხო და აღმოსავლური სიბრძის ნაწილია რაც არ იცის მე დავამატებ და მე შენს პირ შემოკარგო რომ უყურე როგორ არის ესეთი კურდული ვიდეო გავრცელდა რომ აბა შენ შესაძლებელი ყოლიაო ხო ხალხიო კურდები როცა მიდის ასე ვთქვათ დავა კურდული კი გადავდოთ და ამერიკას თვითონ შესაძლებელი ყავს ძალიან ბევრი ადამიანი ის რასაც რაც ხდება ტრამპთან დაკავშირებით და მე ეს кейსი შევისწავლე ანუ ტრამპთან დარღვეული აბსოლუტურად ყველა ძალიან ბევრი უბრალოდ იურიდიული და იურიდიული კაზუისტიკის ამბავი კი არა და ტექნიკის საღიაზრის თემები არის ანუ მოსამართლის შვილს აქვს აღებული ბაიდენის კამპანიის დროს $7 მილიონი თვითონ მოსამართლეს აქვს დემოკრატებზე შეწირული ფული ანუ ყველაფერი დარღვეულია და ედავებიან იმას რომ ეს პუტანკა გააჩერა ტრამპმა ფულით რომელიც არ დაადეკლარირა ანუ სექს მუშაკის პუტანკა პორნო ვარსკვლავი ხაჭოს სასამართლოზე პორნო ვარსკვლავი ცდილობდა მოეყოლა რომ პორნო ვარსკვლავი რომელსაც ფული გადაუხადეს სექსში ცდილობდა მოეყოლა მითუს ვარიანტები ანუ როგორი იზავადაო ბიჭო ეგ საჯაროდ არის ცნობილი დაამცირა ჯერ ცოტა უხეშად მითხრაო და
ძალიან მალე ხონდა. არ ვიყავი ამას მიჩვეული. ძალიან მალე დაამთავრა სექციო დასცინა კიდევაც რა. და სხვა შორის ეგ ანუ მე იმის თქმა მინდა მე მინდა იმის თქმა რომ თვითონ ამერიკაში ეს სამარცხინო პროცესი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. აი ეს პროცესი ყველაზე რეალური კანდიდატის წინააღმდეგ, როდესაც მართლმსაჯულება იქნა გამოყენებული მის წინააღმდეგ, ოღონდ ყველაზე ბოროტად რა ის რუსეთი, რა ის სხვა ქვეყნები, აი ესე ბოროტად არის გამოყენებული და ეხლა ველოდებით აი აუბედითი მოსამართლის გადაწყვეტილებას ციხეში ჩასვავს რამს, ჯარიმას აკიდებს თუ რას იზავს, ეს არის ნათელი მაგალითი, რომ შესაძლებელი ყავს დემოკრატები და დემოკრატიული ადამიანები. ირღვევა ამერიკის სხეული, რაზეც იყო დაფუძნებელი მართლმსაჯულება იყო მიუკერძოებელი მართლმსაჯულება იყო ამერიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი რამ, აი ის იშლება ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ძალიან დიდი პრობლემები იქნება ამ არჩევნებზე. შენ რაღაც თქვა გინდოდა. რა ვეხ სანქციებს საკითხზე არც ვიცი ღირს თუ არა კომენტარს გაკეთებდა, საერთოდ არ მადარდოს მე. შევზაბნერ მნიშვნელობა არ აქვს. რეალური არის ეგ სანქცია თუ არა რეალური, არაფერი არ იცვლება შევთვის. რა გინდა ვესი აგეწევა, ვენესუელაში იქნება. მან თემა როგორია ერთი რომ ერთი რომ მე არაფერი არ დამოკდება და შეიძლება მომემატება. შეიძლება კი რა ყველა შეიძლება კი რა მომემატება, სანქცირებული ეგ ბაზარი ანუ ამერიკა ვენესუელაში ივლი მეფეს. ხო მე ხა კი შე ვენესუელა ცუდი ქვეყანა არ გეგონდა. ანუ მე კაკრას იმ რომანტიკაში ჩამომიყალიბდა ცნობიერება განსაკუთრებით სტუდენტობის პერიოდში, როცა ყველაფერი ანტიიმპერიალისტური, ანტიამერიკული ფილოსოფიიდან დაწყებული, გაგრძელებული და კი მუსიკით თუ ლიტერატურით, შესაბამისად ძალიან რომანტიკული სივრცე არის ჩემთვის ამერიკის კრიტიკა პირიქით და ყოველს ეგრე იყო. ანტიამერიკული სტეინბეგი მაგალითად მეგობრებო, მაგდანას გურჯებს წერდა და ამერიკის კაპიტალისტურ სისტემას სტეინბეგი რომელიც საქართველოშიც იყო სხვა შორის უპირისპირდებოდა. რა ვიცი, ნებისმიერი ის რა მე მაგალითად ჰემინგუეი არის. ჩომსკი მევასებოდა ძალიან. ჰემინგუეი ამერიკელი მწერალია. ჩომსკი ეხლა მევასებოდა თქო ისე ილინკება ამ სინტაქსურ სტრუქტურებში ძალიან სერიოზული ენათმეცნიერია და პოლიტიკასაც მაგრა აკომენტარებს, მაგრამ აგვისტოს ომში დაჟე რუსეთს ასაფორთებდა. იმ დონის ანტიამერიკული იდეოლოგია კი ის უფინანსებდა პენტაგონი წიგნებს, მაგრამ აი ლიტერატურულ დიდ კოლოსებს რო შევხედოთ. ჰემინგუეი ევროპელი მწერალია, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მისი ყველა მოთხრობა ევროპული სულით არის განშვალული. რა ვიცი, აი ძალიან ბევრი ამერიკული გამოცდილება ევროპაში უფრო. ხო, მაგრამ უყურე სხვა ეხანდელ ამერიკასთან საერთოდ არ არის კავშირი. ეგრე ან მაგ პერიოდის არც ერთი რომანტიკოსი მწერალი ეგრე არა. ბიტნიკების ამერიკა ვაფშე აღარ არის. აღარ არის ხო? და ასე. კარგი. მაგრამ არის აი ლინზი გრეჰემი. ბიტნიკები დღეს. კაი. ოღონდ ეგ არის ეგ ამერიკული კენსელ კალჩერს დღეს არის ლაშა ბუღაძე რა, ანუ ეგ კალიბრია რა. კენსელ კალჩერს რო აცნობია. ლაშა ბუღაძე რო ყოფილიყო, აი ამერიკაში დღეს რო დაბადებულიყო ამერიკაში ლაშა ბუღაძე ის იდიოტები დაეწერა რასაც აქწერს, შეიძლება ყოფილიყო დღევანდელი ბიტნიკი. დღევანდელი და არის გენიალური ხალხი. არაკაც კერუაკი მევასება რა. ხო, და ასე. მეგობრებო, და ეხლა უნდა გაჩვენოთ უბრალოდ ამერიკელი კონგრესმენი, უცინიკურესი ადამიანი ლინსი გრეჰემი, რომელმაც გააკეთა გამოაქვეყნა თავისი ლინსი გრემი, ხო, გრემი, ლინსი გრემ, რომელმაც ახსნა თუ რატო იბრძვის ერთ-ერთი ახსნა მოუძებნა თუ რატო იბრძვის ამერიკა უკრაინაში და რა უნდა უკრაინისგან. აი, ტიტრებიც არის და შეგიძლიათ ნახოთ, ახლა გავუშვით. What did Trump do to get the weapons flowing? He created a loan system. They're sitting on $10 to $12 trillion of critical minerals in Ukraine. They could be the richest country in all of Europe. I don't want to give that money and those assets to Putin to share with China. If we help Ukraine now, they can become the best business partner we ever dreamed of. That $10 to $12 trillion of critical mineral assets could be used by Ukraine and the West, not given to Putin and China. This is a very big deal. How Ukraine ends. Let's help them win a war we can't afford to lose. Let's find a solution to this war. But they're sitting on a gold mine to give Putin $10 or $12 trillion of critical minerals that he will share with China is ridiculous. შესაბამისად, აქ რაზია ბაზარი, ხო გასაგები არის ძალიან დიდი წიაღისეული, მათ შორის ის ნოყიერი მიწებიც, რომელიც შამიცა რაიონი და უბრალოდ ჩვენ ჩინეთს და რუსეთს არ უნდა მივცეთო და ჩვენთვის უნდა დავიტოვოთ. როგორ გავს ეს ერაყის ომის
ეს არის როდესაც უბრალოდ ავტობის გამო შევიდნენ და გახსოვს რომ ეძებდნენ მასობრივი განადგურების კი იარაღს. კაცო. ეს არის სტერეოტიპული აბრალებული ამერიკელი კაპიტალისტის აზროვნების სპექტრი. ოღონდ ნეოკონი. საქმე ის არის რომ აქ მოსასმენად ცოტა ნეოკონის არ დღეს უკვე ნეოლიბერალის. დღე აქ საქართველოში ამას რომ უსმენ ჩვენ ხო კაპიტალიზმის ძალიან კიდე ჩვენებული ინტერპრეტაცია და რომელიც ამ ლოკალურ კულტურასთან სინთეზში კიდე სხვანაირია. აქ რო ვისმენთ ცოტა გეუხერხულება, არაეთიკურად გეჩვენება და იქ ძალიან ოკეია რა, ეგრევე. ხო. არა, იქ ეს ტრენდია რა და ნუ არ ვიცი. არა. საქართველოს ქვეყანა აღარ არის რა. პირდაპირ ავღანეთში რა მოხდა? ხო. ავღანეთში რა მოხდა? რამდენი ტრილიონი დახარჯეს? ძალიან ბევრი. და სხვა შორის ძალიან მაგრად არის გადმოცემული იმის რა ქვია გაირიჩის ახალი ფილმი რო არის რა ქვია მე არ მინახავს. ხო, ნუ ამ ბოევიკი არის. ხო რა ავღანეთში ხო ავღანეთის მისიაზე რო არის რა და მან კარგად რა არის რა თქმა უნდა ეს არის ხო რა თქმა უნდა ეს არის დასავლური პრიზმიდან გადაღებული ფილმი მაგრამ მანდაც შეგიძლია ძალიან კარგად ირიბად ამოიკითხო მესიჯები რომ მე სულ დარწმუნებული ვიყავ რა თქმა უნდა თან ახლო აღმოსავლეთი ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე იქ რას უშვებიან და როგორ უყურებენ კოლაბორაციონისტ ტიპებს ვინც ამერიკასთან თანამშრომლობს მაგალითად მანამდე ნაჯიბულას მთავრობა როცა იყო რომელიც თქვა საბჭოთა კავშირის ეგრეთ წოდებულ კოლაბორაციონს ჩამაგობა ძელზე გააკრეს და გამოწლეს ანუ იქ პროსტა ხო რა იქ სვანაერად უყურებენ რა თქვენ ყარზა იყო გახსოვთ იმას ვაჟე მანქანა მოპარეს და გააფრთხილეს. სხვათა შორის ავღანეთზე გადის ერთი მარშრუტი ჩინეთიდან ევროპამდე და რუსეთმაც დაიახლოვა ოფიციალურად ტალიბანი სანქტ-პეტერბურგში იყო ეკონომიკური ფორუმი და ტალიბანი ტიპები იყვნენ ჩასული ოფიციალურად. ანუ ამოიღეს სიიდან ტერორისტული ორგანიზაციების და ჩინეთიც ძალიან უახლოვდება და ასე რომ ძალიან საინტერესო ტენდენცია. მოდი ამერიკელები რა ლაპარაკობ თვითონ ერთ-ერთი ამერიკული პროექტი იყო მოჯაჰედები რომელიც ნიშნავს სტუდენტს ხო სტუდენტს რომელიც ამერიკელებმა საფრთხა ექსპანსიის საფრთხოვნად გააკეთეს გამოიჭირე და გავერთოთ რატოში გავშვით ამერიკელები მილიარდებს საკუთარ აგენტურაში არ ხარჯავენ ქვეყანაში მათ არ ჭირდებათ აგენტურა მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მთელი ჯენზი აგერ ვართ აგენტურა აი რომელი უფრო ზუდია თავის თავს რო ჯენზის მიაკუთვნებს თუ აგენტურა აქეთ ვარ ხო და აი ჯენზი რატო როგორ ამ ტერმინის ესე არასწორად გამოყენება აი ხრონცი ნიუდაჩნიკი ლუზერი ტიპების მიერ ბავშვები სპეკულირება რა რომ ჯენზიო რა ინსტრუმენტია თან მათ ჯენზისაც შეურაცხყოფს აღანებს იმიტომ რომ თელი აგენტურა ვართო ჯენზიო ჩვენ ვართ და ისე ხო ნუ ხაბეიშვილი რო გვაქვს ხაბეიშვილი გადადგა ხო, ნუ ხაბეიშვილმა თავის როლი შეასრულა. მავრმა თავის საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს, იმიტომ რომ უბრალოდ ამ საარჩევნო ამბავში უცხოელებთან ხაბეიშვილმა თავი გამოიჩინა, ვერაფერი ვერ გააგებინა. და თინა ბოკუჩავა ვიცისო ინგლისური. თინა ბოკუჩავა რატო ჯობია ხაბეიშვილს? ერთი შეწვი და მეორე მოხარშია ჩემი აზრით. ბიჭო, ინგლისური იცისო, ეგეთ მოარული ხმები არის ქალაქში დაძრული. არა, ინგლისური მართლა იცის, მე მგონი სწავლობდა ამერიკაში. ხო, მაგრამ ისტერიული მაგავლი. ამერიკაში სწავლობდა, მე როგორც ვიცი. ხაბე არ სწავლობდა. ხაბე ვაფშე არ სწავლობდა. ეს კეზერას კრეატურაა და მიშა საწყალი, მე არ საწყალი, მე დედაცვათი და იგიდან რომ ყველაფერზე თანახმაა. კარგია. კეზერას ხაზია? ჩემი აზრით კი, კაცო, ფულს ვინც იხდის, ბოკუჩავა იმასთან ზეკ. თორე რო ყოფილიყო, ვთქვათ, მიშას ხაზზე უფრო სოფო ჯაბარიძე იქნებოდა. რა თქმა უნდა. სოფო ჯაბარიძე ინგლისური იცის, სოფო ჯაბარიძე. ისე ყველა დრამატურგიულად ყველაზე სწორი იქნებოდა ხაბეში თუ ხალით უნდა ჩანაცვლებულიყო ხაბეში ჩანაცვლა ანი წითლიძეს. და ვაფშე არანაირი განსხვავება არ იქნებოდა გენდერის გარდა. სხვა შორის მიშა სოფო ჯაბარიძეზე ამბობდა რომ ეს გახდესო თავმჯდომარე, ეს იყოსო ამბავი, მაგრამ ნუ აღარ ეკითხებიან ბევრ რამეს მიშას და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია თან რომ მიშას აღარ ეკითხებიან არაფერს მეორე მხრივ გინდა არ გინდა უნდა კითხო საჯაროდ ვერ იტყვი მაგას იმიტომ რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა 5 ნომერი გინდა არ გინდა მიშა მაინც ასოცირებ თუ არა და მაშინ მაგის შენ თუ ნაცი ხარ და მიშას პერსონის გარშემო არ გაქვს რაღაცა სექტანტური და საკრალური ფიქრები მაშინ გაქვს აგერ ახალი ვარიანტი გაქვს რაღაცა ვარიანტები თქვენ იცით ეგეთი ადამიანი ნიკო ნერგაძე კი რომელიც მუსიკალური ჟურნალისტი იყო და შემდეგ ბლოგერი და სტუდენტობის პერიოდში კი ბატონო მოდით გავუშვათ ნიკო ნერგაძე
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს მოიხსენიე 17 მაისი და შემთხვევაც ეგრე არისო თავისუფლად შეიძლება რომ იყოს. მე წარმომედგენია მომავლის საქართველოს, სადაც ხალხი გამოდის ქუჩაში ოჯახის სიწმინდის დასაცავად და იქ გეიცვლები, რომელიც 20 წელია ცხოვრობენ ან ლესბოსელები, თავიანთი დროშებით მიდიან, რომ ჩვენთვის ოჯახის სიწმინდეა მნიშვნელოვანი. გაცილებით უფრო ძლიერი ოჯახი გვაქვს და მართლა არის ეგრე არაერთი ძალიან უფრო ძლიერი გეი ოჯახია, ვიდრე ტიპები, რომლებიც ხო ეს ძალიან აი არ ვიცი როგორ დავაკომენტო რადიო თავისუფლების ამ ორი პერსონის აი ეს ხუმრობა არის ეს თუ სერიოზულად მეც გაარკვე მაგას მაგრამ მნიშვნელობა ამას არა ანუ ოჯახის სიწმინდის თემა ზოგადად ყოველთვის ამათვის არის დასაცავად ანუ ეს არის მათთვის ლიბერალებს ზოგადად როგორ გახდება ბოლო პერიოდში ყოველთვის იყო მცდელობა შემოეტანათ რელიგიის და მართლმადიდებლობის ლიბერალური ინტერპრეტაცია რომ ქრისტე ეგეთი არ არის ხო ხე ეს ცნობილი ფრაზა იყო ლიბერალურ ბაბლში ერთი 10 წლის წინ და ქრისტე ეგეთი არ არის ჩვენი ქრისტე სხვანაირია ხო ჩვენი ქრისტე სხვანაირია ხო ზოგადად ეს ქრისტე ლიბერალია პირველი არა ისიც ხო ქონდათ მანამდე ყველაზე მთავარი იყო ილია ჭავჭავაძის ექსპროპრიაცია ეს მე უკვე ვახტანგ გოგასლამდე ჩა არა ილია ჭავჭავაძე იყო მე მახსოვს ხო რომ ვაჟაც კოსმოპოლიტი კი ბატონო შემდეგ უკვე წამოვიდნენ დაბლა იქ სულხან-საბა იყო კათოლიკე და იყო ლიბერალი რომელიც ჭრიდა ფანჯარას ევროპაში ერეკლე მეორე იყო მოვალატე ღმერთმა მაპატიე და რუსეთისკენ წავიდა ისე ერეკლეს მეფე ერეკლეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე თან აი გადაცემაშიც მოვუყევი და პირველ წყაროდანაც ვიცი მეთქი სრულად დაწყებული არის ეს საკითხი იმ პერიოდის ამერიკის ელჩისგან ანუ კელი დეკნანისგან რომელიც იყო და ეს რამე მოარულ ჭორებს ან რაღაც ისეთ ამბავს კი არ ყვები შეიძლება თვითონაც დაასტუროს ესე იგი ის იყო თელავში ჩასული მას გამომასმინძლდნენ და როგორც შენ რო ისტორია გაიგო ამას ქვია ჰერმენევტიკული კითხვა ანუ შენ და წახვიდე იმ პერიოდში კონტექსტებში უნდა წაიკითხო რაღაცა და არა აქედან კი არ უნდა შეაფასო თქვათ მაკედონელს მოთხოვო რაღაც რატო არ ხარ გენდერულად სენსიტიური ან ასე შემდეგ იქ თქვა რომ ეს ხო ერეკლე შეიძლება იკითხა კიდევ უფრო მენტორული ტონი ექნებოდა მეფე ერეკლეს თემაო არისო პრორუსულიო რა და რატო აფეტიშებთო ესეო ანუ მიხდი მისთვის და ზოგადად შეიძლება ეს ამერიკელების პრობლემაც იყოს ხოლმე იმიტომ რომ ჩაანაცვლეს მე ძალიან დაემთხვა ლევან ბერძენიშვილი ამბობს რომ სანამ მეფე ერეკლე მოვალდა და არ იქნება გამოცხადებული მანამდე კამპანია იყო დაფინანსებული მაგაში ეჭვი არ მეპარა ხო იმიტომ რომ ყველაფრის კადრებელი ბერძენიშვილი ლიჟბირა გამოირჩეოდეს რამით მაგაზე კი არა გამჭვირვალობის კანონის პირველი დეკლარაციები როცა შეივსნო მაშინ დადასტურებულად გავიგე და მე შერგომ შეცვალა იმითი ვახტანგ გორგასლეს რა რომ აი ვახტანგ გორგასალი იყო მაგრამ ეგეც ახალი ტრენდი არის ლიბერალების წაპოტინება ქართულ ისტორიაზე და ისე ზოგადად ხალხურ ისტორიაზე როგორც სიმბოლოზე ისე პერსონაჟებზე და ისე ფრაზეოლოგიაზე კი ბატონო და სხვა შორის მე მგონი თუ არ მეშლება ჩერგოს დაწყებული არის ეგ გახსოვს რაღაც ბუდკაში რო პოდკასტი მიყავდათ მაგას და კაცშვილი რო არ უყურებდა ჩვენს გარდა ერთ-ერთი ჩერგოს დაწყებულია მე გეტყვი რატო ჩერგოს და იქ რო ბოდიშ მეყუდნეს რო არ მოეწონა ფონეტიკურად რო გოიმურად ხედავ და მეყუთნისო რა ჩერგოს დაწყებული ეგ ტრენდია იმიტომ რომ მე მაგას ბოდიში ბიბლიის ციტირებები კი მე ეგ იყო მაგარი ეს ძალიან სწორია ყველა იდეოლოგიას უნდა კონდეს ისტორიის რევიზიის მცდელობა და ძალიან მნიშვნელოვანი მონუმენტური მნიშვნელობის ფიგურების მისაკუთრების მცდელობა. ეს უნდა გააკეთო, მაგრამ მარქსივით, ფროიდი, ყველანი იქნებდნენ ბერძნულ მითოლოგიას და სტიარიო ეხლა. მინდა ნინოზე არ უნდა თქვა რომ მიგრანტებს არ უნდა შეეხდარო. ანუ მიხდი სტილით და ბოდიში. ამაზეც ვიტყვი, ეს ტრენდი დაწყებული არის თუ არ ვწდები მენდუქიძისგან. მან დაწერა ეგეთ წერილი დავით აღმაშენებელზე 16 წლის ბიჭზე. ხო, 16 წლის ბიჭზე. ტექნიკის თვალსაზრისით საინტერესოა. ხო, ეთყობა მაშინ არანაირად არ ვწყალობდი მენდუქიძის იდეას, არაფერი არ მომწონდა მისი, მაგრამ ხო. ხო, მოდი თაკო ჩარკვენის და აკუბარდიას ჯვარი ანუ გავაგზავნოთ ინტელექტუალურ საუბარი მოусმინოთ. მოიჭირონ პარტიებმა ასე ვთქვათ საფრთხელი ხდებით რახამბო და ერთი დიდი გაერთიანებით მოგება უდევს ჯიბეში ქართულ ხალხს
მამიძებმა არ გადასწრიოს. აი ჩემი თხოვნა არის ხო ეს ნამუდარა რა ლოგიკურია, מחარებს რა ნათელი ისაგა ხედვა ამ მომავლისა და მე ესე ხედავ არა ლოგიკურია, წესით ყველა ესე უნდა ფიქრობდეს. ეხლა აი არ ვიცი ეხლა სახალხო ფრონტი იყო ჯერ კიდევ 30-იან წლებში საფრანგეთში განსაკუთრებით რაღაც ამდაგვარი შესაქმნელი არის და პრინციპი წინაპირობა უკვე არსებული მზაობა არის ოღონდ ეჭირი მოვიშოროთ. Rahat rois Moscovia, rahat rois Rusul imაზე ეკონომიკაზე არ მომხდენილებს მე დათო არც გამოვაე არც აი არ მომხდენილ და გამორიცხული ხა გასაგებია. ხო, ნუ აქ რატო მოვიტანეთ? აი ეს დონე არის თვითონ მოლაპარაკებებში, მარტო ამათ კი არა, ხა ესენი სასაცილო ფიგურები არიან, მაგრამ თვითონაც ერთმანეთში აი ესე ლაპარაკობენ. არ არის ჩამოყალიბებული არავინ, ერთი სია იქნება თუ რამდენიმე. ის აწובה ატყვებს, რა თქმა უნდა, მიშა რომ მოდი რა ერთი სია გავაკეთოთ და მე მინიმალურად ვიქნებიო. თუმცა იქ ძალიან ბევრი ერიდება რა. არ არის ჩამოყალიბებული პატრონაჟი უცხოური. იმიტომ იმას თავის პრობლემები აქვს, ხა არჩევნებზე შეგვიძლია თქვა ბოლოს 1-2 სიტყვა ევროპარლამენტში არჩევნებზე და ამიტომ აი ეს დონეა. ირაკლი ტაბლიაშვილი გვაქვს ძალიან მაგარი. ეკუშია. ის წდება რუბიკონი უნდა გადავლახოთ Stranger Things კიდე აზე ხა თუნდაც ესე ვიყიან მოდი უფრო გავამართლებ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს ქართული დეფისი რუსული ოცნება 26 ოქტომბერს და ასეც ვიზამთ ეს იქნება დღევანდელობაში ძლევაი საკვირველი იმიტომ რომ ქართული ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლება კი არა ოცნების ხელისუფლება კი არა ეს რუსული ხელისუფლება კი არა ჩვენს წინააღმდეგ რეალურად მთელი რუსეთი მოქმედებს სახელოვნად გავიმარჯვებთ აი ესეც რა მაგალითად ესეც იმის ნაწილი სახელოვნად გავიმარჯვებთ და სიტყვების რა ხარობს რუბიკონის გადალახვა რაშუაში აი კეისრის აი ამ ცნობილი მოქმედება ხო გადალახეს რუბიკონი ძალიან დიდი ხანია იძახიან რომ всё გადალახეთ რუბიკონი მოვდივართ ანუ 10 წელია იძახიან თუ არა 12 წელი ნუ ბოლო 5 წელი განსაკუთრებით 2016 წლამდე რომ რუბიკონი გადალახულია კაი ბოლო 8 წელი ეძახიან რომ დიქტატურა დამყარდა ხო კართაგენი ვართ ჩვენ ძალიან სულ შედება ეს არის რომის იმპერია და ჩვენ კართაგენი ვართ ესე ძალიან დურაკული ისტორიული შედარებაა იმიტომ რომ საერთოდ რაშუაშია ძლევაი საკვირველი ხო აი ამ მეგონი მან უნდა დაამატა ლ-რუთი შეცვალო და ეგა ძლევაი საკვირველი მართალია რა იმიტომ რომ აი როგორც კი მე არ მინდა ხა ჩემი თავი წარმოჩნო მაგრამ აი რომ მოდიან და არ გაგინებენ და არგუმენტები ჭყალებში მოდიან აი როგორც ის გოგონა მოვიდა ჩემთან სანქციებზე დაახლოებით აი ისეთი კამათი იქნება მაგრამ ეგ ის გოგონა იყო რომელიც ფორმულა ჟურნალისტია და დასაცირებულია კეზნერას გამო დადასტურდა რომ ეს ვერ წავიდა ვერცად კიდე ერთხელ მინდა გამოეხმაურო სამარცხინო პაქტს ვიტა ჯაფარიძე მეუღლესთან და ოჯახთან ერთად მიფრინავდა და ვიღაც ვირიშვილმა რომელიც დროას წევრია თუ სერგი კაპანაძის ჯეოშნიცა არის კლასიკური ხალხი უპირისპირდება თურმე და რაღაცა მოაწყეს რაღაცა უმსგავსო რაღაცა კიდე ერთხელ ამის გაკეთება არ შეიძლება ხალხო არ შეიძლება ძალიან რეისიდან მე მოხსნეს რეისიდან ნიტო ეგოგო თუ ეგო პროსტა იყო და მაგის მეგობარი იყო ის არა მე მგონი პროსტა არ იქნებოდა საზღვარი ქონდათ გადაკვეთილი და duty free-ში იყვნენ უკვე კარგი ძალიან მენიშნა მე არ ვიცი როგორ გაგზავნა ბიჭებო ხო არ იცით ერთი ადგილით მოუბარი ჯაფარიძის ძმა იძახდა რომ ტიტუშკების დგანან სახთან შავი ჩაცმული დაკონთული ტიპებიო და რა ქნეს ბოლო-ბოლო იმ ტიტუშკებმა გაძუყნეს თუ ვერ გაძუყნეს იმიტომ რომ დაახლოებით 2 თვე ეს დრამა გრძელდება რომ მივიდნენ და ვერ მივიდნენ რა შენ გურინ ჩვენო ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ზურა ჯაფარიძეს აქვს ისეთი ბრძოლის უნარიანობა ბრძოლის იარაღი რომელიც არ აქვს არავის საქართველოში მას შეუძლია საჯდომით ბრძოლა შეუძლია რომ რუსული საზღვრები გაამიროს ისეთი ძლევამოსილი საჯდომით ბრძოლის ტექნიკა აქვს დამოყენებული ამიტომ ძალიან რთული არის მასთან რომ მიდიან საცემად როცა იციან რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს თავის ეს ლეტალური იარაღი საჯდომი ამოიღოს და ამითი დაუწყოს დაპირისპირება რომ მიეკარო რა და როგორ გინდა ვერავინ ვერ გაბედავს ხო ქეთ დევდარიანის ძალიან საინტერესო და მართალი გამონათქვამი გაინტერესებს ცხოვრებაში პირველად როდის არის მართალი ქეთ დევდარიანი გავუშვით
თუ შეიძლება მიმართო ჩვენს ოპოზიციას, რომ აღარ შეიძლება უკვე სამდენ დღის წესრიგს ქმნის ოცნება თავის რუსული კანონით, LGBT კანონით, სულ ლაპარაკობს თვითონაც უნდა იმაზე და ჩვენ ვართ რეაქციის რეჟიმში. ხალხი გამოვიდა ქუჩაში. აჩვენა ივანიშვილს, რომ არ უნდა ეს ხელისუფლება, რომ არ უნდა ამ რაღაც ურდოს და კარტელის ქვეშ ცხოვრება და ახლა თქვენ ცოტა გამოიღვიძეთ, ცოტა გამოფხიზლდით, ცოტა დაგპირდით რაღაცას ისეც, რაც ალტერნატივა იქნება აი ამ ბოდვების გლობალურ ომზე, LGBT ქორწილებზე და რაღაცებზე, რაც სინამდვილეში არ არის საქართველოს პრობლემა. და ისე იმ კარტელზე რო ლაპარაკობს, ანუ მიშას დროს არ იყო კარტელს ცხოვრება, სადაც ბიზნესი მოდი სხვანაირად შეიძლება ბიზნესო არეგისტრირებდი. სადაც ესე იგი გამოხატვის თავისუფლება არ არსებობდა. არა, ნუ ვაფშე არაფერი არ არსებობდა. თუ რამე მართლა ინსტიტუტები შეიცვალა დემოკრატიისკენ, იყო ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში და მოდით ერთი რამეში დავეთანხმოთ. უყურე, რას ხედავს ახლა ეს და ბევრი მათ შორის ჩვენი მტრებით, რომ მართლაც ქართული ოცნება ქმნის დღის წესრიგს. შემოაქვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, გააქვს ეს კანონი და მოქმედებს. პორტის გახსნა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩინეთთან პორტი და ის არ არის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. არა, პორტი სხვა. ეგ არის უდიდესი. არა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული. თორე ეგ ლოჯისტიკური ცენტრები და ისინი რაც იქნება სხვაჭროს, ლაპარაკობს 60,000 ადამიანის დასაქმებაზე და ასე. ანუ ეს იქნება და ჩვენ გვაქვს თუ არ ვწდები კანონი, რომ 20% უნდა იყოს ის რა ქვია 51%. არა, მე გეუბნები ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ დასაქმებული ეგ დიდ პროექტებზე. ანუ მაქსიმუმ იმის უფლება. თვითონ პორტის გარდა უდიდესი ინფრასტრუქტურა იქნება, რომელსაც ჭირდება დასაქმება იმ რეგიონში. უდიდესი ვაფშე საუბარი. არა, მე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კი არის, მაგალითად გუში ვნახე ვიდეო, პრემიერი იყო მარნეულში სტადიონი გაიხსნა და საფეხბურთო სკოლა. ანუ ჩვეულებრივ მიდის საქმე რა, აი ავტობანი გაკეთება და კარტელი. ხო. მართლა მაშინ იყო. ამა და ესენი რა იმას ქნიან დღის წესრიგ ჭალებში, ლუზერები მივიდნენ, ლუზერი. რაღაც გაურკვეველ ქალთან და რაღაც ქარტიას მოაწერეს. როდის იყო ქარტიაზე ხელმოწერა უკაცრავად? აუ, კი გავიდა 1-2 კვირა. 2 კვირა, ხო? მე რამე ნაბიჯი გადადგეს. რამე თქვეს? ნუ შეელობენ და სია ალბათ იქ იქნება ივლისში. ხო, ეხა ერთი რაღაც მაინტერესებს 20-ში აპირებენ რაღაც აქციას. რომლის ალბათ ერთ-ერთი თავარი გმირი, ერთ-ერთი წარმართველი და გამომსვლელი და ორგანიზატორი გახარია უნდა იყოს, ხო? 20 ივლისს. აპირებენ დიდ აქციას. რა გაგიკვირდება რომ 20 გახარია რომ გამოვიდეს და 20 ივლისს იყოს და დაგმოს ზალადობა გახარია. ხო მაგარი იქნება. ვერ მივხვდი რა. 20 ივლისს ხო. 20 ივლისს რასთან ასოცირდება? ხო და მე და აპირებენ აქციას. ოპოზიცია გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს, გაერთიანებული არ არის, მაგრამ რაც არის. აქციას. და გახარია რომ მივიდეს როგორც ავტორი, როგორც ორგანიზატორი, როგორც გამომსვლელი, ხო მაგარი იქნება. დაგმო ეს დაშლა აქციის რო ეს არის საშინელი. არა, 20 უნდა მივიდეს და თქვას რომ აი ეს როგორ ეს არის შავი ფურცელი რომელიც ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში, ხო? კიდე ერთხელ ვამბობ, მოდი ახლა თუ შეიძლება იმაზე ერთ-ერთი სიტყვა თქვა ევროპის არჩევნებზე, ევროპარლამენტის. მე გამიხარდა და დაიწყეს მე ღლიცინის ყველგან დამატარებენ რომ კი ბატონო, ის რასკლადი დაждდა ევროპარლამენტში, რაც იყო და ეს ურსულაც და ბორელის და ყველანი იქნება, მაგრამ მე მაგ ეგეთი მოსაზრება თუ გინდათ ვიკამათო. ევროკავშირი არის ორი ქვეყანა. ეს არის გერმანია და ეს არის საფრანგეთი. საფრანგეთში არის პოლიტიკური კრიზისი, იმიტომ რომ ლეპენმა აიღო ძალიან ბევრი ხმა და დანიშნა მაკრონმა არჩევნები იმთან ეხლა დანიშნა ძალიან მალე ოლიმპიადამდე 2 კვირით ადრე დანიშნა გაგიზდა პარიზის მერი გისკავს რა უბრალოდ ვერაფერს ვერ მოასწრებს ამ არჩევნების სიეცხელეში და დანიშნა იმის ხათრით რომ აი ლეპენის როცა ალტერნატივად დაუყენებენ როგორც წესი ლეპენი წააგებს თუმცა ეგ არავინ არ იცის ნებისმიერ შემთხვევაში იქ რასკლადი რაღაცა იცვლება არის დიდი შანსი რომ შეიცვალოს შოლცის პარტიამ ორჯერ ნაკლები დააგროვა ვიდრე ADF-მა ალტერნატიულმა გერმანიამ AFD ხო რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია იმიტომ რომ და სხვათა შორის AFD-მა აიღო 30% ყოფილ GDR-ში ანუ ძალიან დიდი ნაწილი გერმანიის მოსახლეობისა არ არის ლიბერალური და ითხოვს სვლილებებს. ეხლა სხვა ირლანდია იქნება ეს თუ საბერძნეთი სადღაც ამათ მოიგეს, სადაც იმათ კი ბატონო. ევროპარლამენტი
დარჩა ისეთი როგორც იქნება და ევროკომისარიც იგივე იქნება, მაგრამ თვითონ ევროპა რადიკალურად უკვე დიდი ხანია დაიზრა იქით და ამ სიჩქარეს მოუმატა ორი უზარმაზარი ქვეყანა. ხო და მაკრონს ახლა იმის რო ქონდა რომ ბაიდენთან ერთად გამოვიდა და ჩვენ რატო არ ქონდა? ან მე არ მიყვარს ხოლმე პრობლემები აქვს შეგნით, ხო? ბაზარი არა, მაგრამ საქართველოს ამ საფრანგეთსაც და განსხვავებით ამ მნიშვნელოვანი ქვეყანაა. კი უნდა მოიცალონ ჩვენს და აკეთონ ის იდიოტური იქნება ის კომენტარი თუ როგორც იქნება ეგეთი კომენტარი. მეორე დღეს იმ წუთში დანიშნა არჩევნები. ხო და უყურე მაგ არჩევნების თემას შეეხება. მან სასიამოვნო დასაკვირვებელი ხთორე მე არც იმის რა ქვია ლეპენის პარტიის ხარდამჭერი ვარ და არც AFD-ში შემსან იდეოლოგიურად ვერ თავსებადოს ვერც ერთი მათგანი. უბრალოდ მან ტენდენცია რომელიც სასიამოვნოა არის ის რომ ეს პარტიები არიან ანტილიბერალური პარტიები, რომლებიც ცდილობენ რომ ანტი-ესტაბლიშმენტური თამაში ითამაშონ დღეს. როდესაც და რო შეხედოთ თანხმის მიცემების უმრავლესობა დიდი ნაწილი არის ჯენზით ზუსტად იმ თაობის წარმომადგენელი ბოდიში სანამ დაამთავრებ მან მნიშვნელოვანი ეს არის შეიძლება არ ეთანხმებოდე მათ იდეოლოგიას მაგრამ მათი გამაერთიანებელი არის ანტისისტემურობა თორე ტრამპიც ეგ არის და შეიძლება რადიკალური მემარცხენე იყოს მაგრამ თავარი არის ანტისისტემურობა ევროპაში ნეოლიბერალიზმი როგორც ეკონომიკურად ისე სოციალურად და კულტურულად გახდა მიუღებელი უცხო სხეული ძალიან თავსმოხვეული და მომაბეზრებელი ხდება კი ბატონო ბიჭო ამ თაობამ ანუ ჯენზიმ რეალურად რასაც ჯენზი ქვია ვახტი გამოიწვია ეცვლება იმიტომ უდიდესი ნაწილი ხმის მიცემების ეგ თაობა არის ვინც ეს ცვლილებები გამოიწვია ვინც გერმანიაში AFD-ს მიცა და საფრანგეთში ლეპენს ძალიან დიდი ნაწილი არის ჯენზის ხო და უყურე თემა რა არის რომ ჩვენთან მაგალითად ნუ ეკო დაგვიანებით მოდის მაგრამ იმიტომ რომ ჩვენთან ვისაც ესენი ჯინსს ეძახიან ის ზირთად ლიბერალურ ბაბლს ახალგაზრდობაა ხო ჩვენთან ბიჭო ანუ რაღაცებს შემოხდა რომ ვიღაცები ევროკავშირის დროშის სტატუსი ხატავდნენ რა ხვდები ანუ ევროპაში რო ჩახვიდე იქაურ შენ თანატოლს რო შეხვდეთ რომ იმარ რომ ნახოს რომ ევროკავშირის დროშა გახატია ნუ ხო ხვდები როგორი ერორია რა ანუ რას ნიშნავს რა და ანუ ეს ახალგაზრდობა რომელიც იქ იზრდება ზუსტად ამ ნეოლიბერალურ როგორც აღნიშნე ეკონომიკურ დღის წესრიგში, იმ სოციალურ დღის წესრიგში, იმ კულტურულ დღის წესრიგში, რომელსაც ქმნის ეს იდეოლოგია და რომელსაც ემსახურება, მათთვის გახდა ეს მიუღებელი. რატო იცი? ხო და უყურე აქ უკვე თემა ის კი არ არის რომ ანუ იქ დარწმუნებული ვარ უმეტესი ნაწილი ახალგაზრდებისა ფაშისტი ვერ იქნება. თუ ეხლა ეგ ფილოსოფიური სკოლა არ არსებობს ჯერ მარტო რომ და ეგ სტილი არ არსებობს რომ ფაშიზმისკენ ახალგაზრდობა ეგრე მასიურად შემოაბრუნოს ესე უცებ. მაგრამ რეალურად რატომ იცეს ამ პარტიას შეიძლება საკუთარ რეპრეზენტატორობა საერთოდ არ თვლიან მათ. უბრალოდ მათ წინააღმდეგული მისცეს, ვინც იქ დღის წესრიგის შემქმნელები იყვნენ. ანუ მათთვის საჩვენებლად მიცენ რომ თქვენი იდეოლოგია ჩვენს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეგ არის მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვაქვს ბიჭო, საფრანგეთი არის ნაცისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ანუ დღემდე იქ ცხოვრობს ხალხი, ვისაც ეს ოკუპაცია ახსოვს თავის თავზე გამოუცდია, ოჯახის წევრი დაღუპვია, მეგობარი და ასე შემდეგ. ანუ იქ ფაშიზმის, ნაციზმის დაბრუნება, როგორც იდეოლოგიის დაბრუნება, ხვდებიან როგორი აბსურდული და რაღაც მხრიდან ტრაგიკული მოცემულობა არის. არა, მოდი ეგრე დავიწყო. მაგრამ უყურე, ანუ ლეპენმა რითი მოიშორა ეს ყველაფერი. თორე ლეპენის მამის ამბები ხო ვიცით კაცო რა ლეპენმა თვითონ რითი მოიშორა ხო ეს ყველაფერი მარ ლეპენმა და ის ახალი კაცი ის რა სოციალისტი ტიპი და ჯორდან მაგარი კაცი გაგვარია ბარდელა TikTok-ისთვის გამზადებული ქარიზმატული მასტერი 27 წლის თემა რა არის რომ ანუ ამათმა იმიტომ კი არა ჩვენ იმიდეებს ვაგრძელებთ რომელიც მამა ჩემს ქონდა რომელიც რა ჩვენ წინაპრების ნაწილს ქონდა. არა, ესენი არიან რომ ჩვენ იმედებს ვაგზავნებთ რომელიც ანტილიბერალურია. ჩვენ ამათ უპირისპირდება. ხო და რა არის პრობლემა? მოდი კიდე ერთხელ ვთქვათ, რა პრობლემა, რატო იგებენ ესენი და რატო მიდის უკან ლიბერალურ წესს? პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, მიგრაციის საზარელი პოლიტიკა ამერიკასთან ფუკუიამას წინასწარ ყველა ამერიკაში ხა ამერიკაში რესპუბლიკები რატო გაგიჟდნენ? რესპუბლიკები მაიციან ამერიკაში რომ ცოტა ხანი თუ გავიდა და დემოკრატებმა თუ მარტეს ეს ქვეყანა შემოიყვანენ მიგრანტებს, ლატინოსებს, ისწემენ იმას, რა ქვია, მოქალაქეობას და დამთავრდება მორჩევის საიმიგრაციო კრიზისი აქვს არა მხოლოდ ამერიკას, არამედ
ევროპაზე რომ ვლაპარაკობდით, მაგალითად ორბანად აქცია და განსაკუთრებით ესე ემიგრაციის წინააღმდეგობა ანტისისტემურ ტიპად ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ემიგრაცია, რომ მან და უნგრეთმა და შვედეთმა მიიღეს პროპორციულად ყველაზე მეტი მიგრანტი მაგ პერიოდში რა, თუმცა ეხლა აღარ არის და შვედეთში მაგალითად საერთო წარმოუდგენელი რო იყო შვედი დემოკრატების სადმე წარმოდგენა, ეხლა არის ერთ-ერთი მთავარი მესამე პარტია არის თვითონ, მაგრამ ლიბერალური ტიპი, რომელიც LGBT დროშის ქვეშ იძლეოდა კომენტარებს, იძულებული გახდა ბელგიის შედეგის შემდეგ გადამდგარიყო და ავსტრიაში ძალიან მაგარი არჩევნები იქნება. მოკლედ მემარჯვენეები და კონსერვატორები თუ ევროსკეპტიკოსები მოდიან და ეხლა ეს ფაქტი არსებობს და ამ ფაქტს ვერსად ვერ გაექცევით. იმიტომ რომ თვითონ ამ ჩიხის შეიყვანეს. აი მაგალითად ხო, გერმანიის სიძლიერე იყო რუსული წიაღისეულით, ანუ ენერგეტიკული რესურსით სარგებლობა. ყველაზე მთავარი არის ხოლმე გაზი მოდიოდა და ამათ ხარხნები ჰქონდათ, ქიმიური მრეწველობა ჰქონდათ, როგორც იაფ გაზზე ჯიგრულად მაყურს აკეთებდნენ რა. ეხლა მთელი ეს გაზი წავიდა ჩინეთისკენ და პრობლემაა გერმანიას ძალიან დიდი. ეს მწვანე დღის წესრიგმა არ გაამართლა, სხვა შორის მწვანემა ყველგან წააგეს გარდა სკანდინავიის ქვეყნებისა რა. ესეც ძალიან საინტერესოა რა, ძალიან საინტერესოა. სკანდინავიის ქვეყნებში ვაფშე შენ რომ შურს შენი რომ შენი ამდენჯერმე იყავი, მაინტერესებს რა ცხოვრობს. სკანდინავიის ქვეყნებში. აი მაგალითად შვედეთში არის იმის რა ქვია კრიმინალის პრობლემა და შვედეთის პრემიერმა რომელიც არ არის მართველი პარტიიდან ჯარს მიმართა რომ ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება ამ გენგებთან საბრძოლო თავარი ქალაქი ალბათ არის შვედეთში არის სტოკჰოლმი და პროპორციულად ლონდონზე მეტი არის დანაშაული და მალმო არის კიდე მთავარი ესე იგი სახელი აღარ მახსოვს რევა თუ რეზა თუ ვიღაც არის ქურთი ირანში დაბადებული ეგ არის იქაური ფოქსტროტის ბანდას ქვია რა ეგ გენგი არის ფოქსტროტის ხელმძღვანელი რომელსაც აი ვაფშე ყველაფერი და ეს კადრებია რა მაგდონალდში და იმებში პირდაპირ განგსტერები კლავენ ერთმანეთს ცენტრში რა ან ისეთი პრობლემა შეიქმნა ამ შვედეთში სტოკჰოლმში და ისეთ ქალაქებში რომელიც მარტო სიწყნარით გამოირჩეოდა მეტი არაფრით რა და რა თქმა უნდა შვედი დემოკრატები ეს პარტია ეგეთი ანტისაიმიგრაციო რიტორიკის მქონე სარგებლობს ამით და ნუ ძალიან ისეთ სკონდა თორსების ამასკაცია მოკლედ და ამათ იქ ყველაფერი იწყება მეგობრებო ჩვენი არჩევნების პარალელურად იქნება არჩევნები ამერიკაშია რომ ამერიკაში ტრამპი ისეთ რამეს შეპირდა საზოგადოებას ისეთი რაღაცა სამი საიდ პირველი არის კენედის кейსი ნუ კენედის кейსი და კენედის кейსი ეხა ხო ძალიან მარტივად შეგვიძლია ვივარაუდოთ რა იქნება რას გულისხმობს ამაში რომ კენედი ჩვენ მოვკალით ხო ან როგორ იცი ისე არ გამოვიძიეთ და ყველა კვალი ხო ნუ რა მნიშვნელობა აქვს ანუ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება. მეორე არის 911 სადაც არის ასევე არის ეჭვი რომ ტრამპის ტრამპი კი არა და ბუშის ადმინისტრაცია ჩეინი და ეს ტიპები ხო რა თქმა უნდა ანუ ესენ შეთქმულების თეორიის ამბებს ვყვებით ახლა შეთქმულება რატოა ტრამპმა ეს დაანონსა და იქ რო ისე წეროს რაც ჩვენ ვიცით რაღაც დაანონსებელია ხო ანუ ამერიკის მთელი იდეა კი არა პოლიტიკა და დღევანდელობა არ ვიცი ინგრევა და მესამე შენ თქვი კი არა ბავშვების პორნო კუნძულის ეპშტეინის საქმე პორნო ასაბნიაკის მომწყობი და ყველა ამერიკელი სელებრიტის ძლიერი ადამიანის აი ამ სახით სამაზენი მომსახურების ავტორი ორჯერ იქონდა ბავშვების გახსნილი ეპშტეინის საქმე ეპშტეინი დააკავეს ამ თემაზე და იცით ძალიან კარგად რომ ვაი რა კარგად ჩამოიხშო თავი ეპშტეინი განსაკუთრებით გამოსაყოფი რატო არის მიუხედავად იმისა რომ არანაკლებ საინტერესო და სკანდალური არის 9/11-ის ტერაქტი და კენედის კვლევებაც გარდა იმისა რომ მთელი უფრო მნიშვნელოვანია მაინც ბიჭო არ უყურე აქ თემა რა რომ თავის სელებრიტებს გამოწვია ყველა მოქმედი ელიტა ეკონომიკური ელიტის წარმომადგენელი იქნება კულტურული ელიტის წარმომადგენელი იქნება აბსოლუტურად ყველა არის აქ ნუ თეორიების მიხედვით
ყველა იყო სტუმარი ამ კონსულის. და ტრამპი რო ამას ასაჯაროებს, ამას რო საარწიდასაჯრო დაპირებად დებს, რას ნიშნავს ეს, რომ ერთ-ერთი ვიზეც ვიდი საუბარი რომ ამის მეგობარი ფოტოები აქვს მასთან ერთად და ამის კონსულს ნაუა თვითონ ტრამპიც არის. ამ ტრამპის ეგ ჭირდება რომ ყველა პონჩი გამოგოს ერთი იმ ხრივ რომ თუ მართლა არ არის თვითონ დავყოფი. ის გამოუშვა აგერ ძმაო მე არ ყოფილ ვარ. ან ის გამოუშვა მე აქ ვიყავე, ისეთ საშინელება ვნახე, იმის მერე აქ არ მიმოხვიდე და ეს ხალხმა უნდა გაიგოს. ანუ მაგ კონფიგურაციაში ეს რეალურად ყველაზე დიდი მნიშვნელობის გამოდის. იმიტომ მოქმედ აი დიკ ჩეინი ხვალზე აღარ იქნება რა იმხელა უკვე რა. მაგის დაჭერა აღარ არის რა. დონალდ რამსველდი აღარ არის. დიკ ჩეინი ცოცხალია. რამსველდია მკვდარი ცოცხალია, დიკ ჩეინი რამსველს ვერც დაიჭერ. რა დიკ ჩეინის დაიჭერენ და პრობლემა სხვა რამეა რომ 9/11 პერსონიფიცირება კი არა რომ რეგიონალური გადატრიალება მოხდა. ანუ მართლა და ყოველ მე ძალიან მომწონს ეს შედარება რომ ჰოლივუდიო ირიბად რო გიყვება ამერიკის ისტორიას რა ცივი ომის დროს რო ვილანი ან ბოროტი პერსონაჟი რო რუსია მე იცვლება 9/11-ის მერე და ბოროტი პერსონაჟი და ამერიკულ კინოში ხდება მუსლიმი კი არა არაბი და ეს იყო რომ ვაფშე გადატრიალება მოახდინეს ანუ მიდლ ისტში რა და ისეთი პროცესები წარიმართა მაგიტო ვამბობ მე მნიშვნელოვანი თორე პერსონების თვალსაზრისით რა თქმა უნდა ეპშტეინის საქმე ანუ და თან უფრო სკანდალური ხო და მედია ძალიან აიტაცებს ამას და დავაცვლოთ შალვა ნათელაშვილის მაიმუნობით გაუშვით თუ შეიძლება აი მართლა საპატიო კლოუნი ქართული პოლიტიკის არა შალვა ნათელაშვილი არ გაუშვით ეს არ მინდა არა ავტო ეს აეროპორტში დახვედრა ხო? ფოტო გაუშვით რა, ლეპტოპით. ხო აი ეს თალონადაშო დადო რომ ოლიგარქზე გამარჯვების ისტორიული ვიზიდან დაბრუნდება და თურმე ხო და ამ ვიდეოს გუშინ თუ გუშინ წროც დაიდო მეც რო შევხედე. დავასრულებ რა არის. ხო ან ის არის რომ ბუშტებით ხო დახვდნენ. ბუშტებით დახვდნენ და გაასაღა რომ მე დავხვდნენ და გოგონას ხო და მაგას უყურებდით ხო? დავასრულებ გოგონას პოსტია სადაც ამობს რომ ეს ბუშტებიანი მე ვიყავი და ჩემი მეგობრები და 8 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ მეგობარს დავხვდით და მიიწერა ეგრევე. ხო მე რო უყურე ამიტომ მართლა მეგონა რომ ავიც ალბათ თავის პარტაქტივს დაავალა მეთქი რომ დახვდნენ ან რაღაცა გადაობა შალვას როგორ უნდა დახვდე თან შალვას რომელიც კონგრესში წავიდა ცრუდანოსების დასაწერად მე იმ კონგრესის ზედავატირე მე იმ კონგრესმენის ზედავატირე სანქცია თუ არის რომელიც შალვას დაჯგამდნენ რაღაცას ხო და სანქცია თუ არის მე არ მინდა რომ შალვა ნათელაშვილის ხელით იყოს ჩემი სახელი იქ ჩაწერილი რა არა ხომ არის შალვა ნათელაშვილმა დაწერა დასვნა რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა თქვა რომ ამასო მეო გამოვიყენებ კი კარგად ძანდებოდეს მეგობრებო ხვალამდე აბა კარგად